როგორც ირკვევა აჭარაში, ციხის ძირში, ყოფილ სანერგე მეურნეობაში გზები გაყავთ, სპეცტექნიკა მიიყვანეს და ნაომისადგომსაც აშენებენ. ბიძინა ივანიშვილს აქედან ურეკში 100 წლოვანი ხეების გადარგვა სურს. ჩვენ რა თქმა უნდა ჩავედით ციხის ძირში დავათვალიერეთ რა ხდება ადგილზე და ვცადეთ გაგვერკვია, საჭიროა თუ არა და არსებობს თუ არა ხეების გადარგვის ნებართვა. სიტყვები ლირიოდენდრონ ტულიპიფერა სავარაუდოდ არაფერს გეტყვით. სამაგიეროდ სიტყვები გინესების წიგნი ნამდვილად სწორ გზაზე დაგაყენებთ. ემზადეთ რაღაც განსაკუთრებულისთვის. აჭარული ციხის ძირის ტყეში მდგომ ამ ერთი ხის ამბავს მალე მთელი კაცობრიობა შეიტყობს. ზღვისპირა აჭარაში შემოტანი გახლავთ ფრანგი, ცნობილი ფრანგი მოგზაური მიაჩესლავ დალფონსი, რომელიც დაინტერესებული იყო ბათუმის სანაპიროზე შეექმნა მცირე რივიერა. ამ ხის ბედიც ეგ ყოფილა. 116 წლის წინ საფრანგეთის მოქალაქემ აფრიკიდან ჩამოიტანა, დარგო და გაახარა, რა კი აჭარაში რივიერის მოწყობა სურდა. ახლა საფრანგეთისავე მოქალაქე უპირებს ამოთხრეს და საკუთარ რივიერაზე ღონდ გურიაში გადარგვას. და ასეთი ჰობის მქონე მოქალაქის სახელია როგორ გითხრათ, ჩემი ჰობია და ძალიან მიყვარს დიდი ხეები. გიგანტური ხეები არის ჩემი ერთ-ერთი გასართობი და ჩემმა ძმამ მითხრა, რომ აი ჭაობის კიპარისი არის ესეთი და მე მაინტერესებს რამდენი იდგა, ბევრი მაგ დარგველი ჩემ ეზოში, მართლა გიგანტურია თუ არა და წაგიყვან გაჩვენე პატიზე წვერმაღალაზე იქ ჩემთან ახლოს ურეკში წამიყვან და მაჩვენა ადგილი მართლაც გიგანტური კიპარისებია და შუაში გზა გადიოდა, იქვე მიჭედებული იყო ლუსმით რომ იყიდება ნაწილზე და ურეკე რო იყიდება სასწრაფოდ ვინ იყო? იქაც ლილიოდენდრონები, ტულპანის ხეს ეძახიან კიდევ და ჭაობის კიპარისები უნიკალური, 100-ლოვანი. მე სასწრაფოდ ვიყიდე თქვა, 6 ლარად ქონდა გაყიდული 10 დოლარი თუ 15 გადაუხადე, იმ ძველიდანაც ვიყიდე, შემოვრაგვე ეს ყველაფერი. გზაც კარგად გავიყვანე, შემოვრაგვე და დავიცავე ეს ხეები. არჩევნები რომ კაც მოგადგება, ხის მოკავშირედ შეიძლება გახდე. ლირიოდენდრონ ტულიპიფერას ქართულად რომ ტიტას ხეს უწოდებენ, დამცველად ნაციონალური მოძრაობა დაუდგა. რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ ვერც ერთი უწყების ახსნა განმარტება ვერ მიიღეს. რეესტრებიდან კი ამოღებული აქვს ინფორმაცია, რომ ნაკვეთები, რომელსაც გამალებული მუშაობა მიდის, სახელმწიფოს ბალანსია და არანაირი ტენდერი არავის გამოუცხადებია. ნაცმოძრაობის აქტივისტები აპირებენ კარავი დასცენ ხის ძირში და არ დაუთმონ მემპატრონეს, რომელსაც 3 წლის წინ მთელი საქართველო დაუთმეს. გარემოს დაცვის სამმართველოს როცა გამოვიძახეთ და დაუძახეთ, უთხარით რომ ხეები არის მოჭრილიო, ჩვენ ვერ შევალთ იქ და ვერ დავაჯარიმებთ. ქობულეთის შესაბამის სტრუქტურებს როცა დაურეკეთ და დაუძახეთ, ამოდით ნახეთ, ჩვენ ვერ შევალთ იქ და ეგ ნიშნავს იმას, რომ აქ არის ერთი კაცი, რომელსაც ივანიშვილი ქვია და რომელსაც აქვს მისი ეგრეთ წოდებული ხუშტურები, რომელზეც დადის ყველა და ყველაფერი, აბსოლუტურად მათ შორის დადის ხეებიც. ხელისუფლება მართლაც დაბნეული ჩანს, სადღაც სოფელში რელსების გვერდით ამოსული ხე თუ ასეთ თავსატეხად ექცეოდა ვერც იფიქრებდა. არც ერთი სამინისტრო არ ამბობს რას და რატომ თხრიან ციხის ძირში და რატომ მიხავთ ბეტონის ფილების გზა ერთ ფოთოლგაცვენილ ხემდე. მე გავაკეთე. ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმართეთ. მაგრამ თქვენი მუნიციპალიტეტია. აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოსვლას მხოლოდ ხვალ გეგმავს. თუ ძალიან დაიძაბა, სიტყვა შეიძლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირადად აიღოს. სავარაუდოდ მოხვებიან, რომ ერთმა დამსახურებულმა მოქალაქემ გამოთქვა გიგანტური ხეების ყიდვის სურვილი და ამ საინჟინრო ოპერაციით ის მოქალაქეც აჭარაცა და მთელი საქართველოც გინესების წიგნში მოხვდება. განუპრეცედენტი ასეთი საინჟინრო გადაწყვეტილების სოფლიოში არ არსებობს. ეს ხე, როგორ დონგრატებით უნდა აიწიოს, ამ ხეს მოყვება მთლიანად ის მიწა და ტონა შეადგენს 450 ტონას. ეს გზა ჩავა ზღვამდე. ზღვაზე მოადგება სპეციალური ბარჟა, რომელიც ეს პლატფორმიანა შევა ბარჟაზე და მერე ტრანსპორტირება გურიის მიმართულებით. ირაკლი შანავა ამტკიცებს, რომ მისმა კომპანიამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში საბუთები გასულ კვირა შეიტანა და ერთი უნიკალური ხისთვის 7000 ლარი გადაიხადა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვიდრე საბუთებზე ზრუნვისთვის მოიცლიდა ვინმე, ძიმე ტექნიკა ადგილზე 3 კვირის მისული იყო და დაწყებული ჰქონდა ტყის ჩერხვა გზის გასაყვანად. რატომ 7000 ლარი და არა 2 ან 30? ვინდა რა კრიტერიუმით შეაფასა ტყეში მდგომი ერთი ხე, როდესაც არც ერთი სახელმწიფო უწყება საქმეში ჩართული არ იყო. პასუხს ვერავისგან მიიღებთ. ირაკლი შანავამ არც ისისთვის რა დაჯდება ამ ხემდე პლაჟიდან გზის მიყვანის, ხის მიწიანად ამოღების, პლატფორმაზე დადების, პლაჟზე საგანგებო გემმისადგომის მოწყობის, ხის ურეკამდე ჩატანის, პლატფორმიანად გადმოტვირთვისა და დარგვის ოპერაცია, რაც აქამდე მსოფლიოში ამ მასშტაბის ხეებით არავის ჩაუტარებია. 2011 წელს ლუიზიანაში ზუსტად ამ მეთოდით პლატფორმებით გადატანილი მუხა დღემდე რჩება უდიდეს გადარგულ ხედ. ოღონდ იგი 100 ტონით ნაკლებს იწონიდა ვიდრე ჩვენი ტიტას ხე.
მისი ტრანსპორტირება სულ 2,5 კილომეტრზე გზით იყო საჭირო. არც გემზეატანა დასჭიროებია და არც ნახევარი ტყის გაჩეხვა ბეტონის ფილების დასაგებად. არც თბილისი-ბათუმის რკინიგზის გაჩერება და სადენების ჩახსნა, რის გარეშე ჩვენებური ფრანგების საყვარელი აფრიკული ხე ვერსად ვერ წავა. ასე გზარჩევა იმხელა იჩევა მანქნები და იგენით ტრაქტორები აგერ აქ მოუდობა ესე იგი გემი და აქედან და წეღო ის ზღვის ნაპირად მარადმწვანე ტყეში მცხოვრებ ნათელა კვაჭაძე საკუთარ ეზოში ჩასატარებელი მსოფლიოში უნიკალური ამფიბიური საინჟინრო ოპერაცია არ დასიზმრებია. ეს ყველაფერი იმ კაცებმა უთხრეს ბიძინა ივანიშვილის სახელით რომ ესტუმრნენ და სახლის დანგრევას თხოვეს. ცხადია ანაზღაურების ფასად. ბინას თავაზობდნენ ახლა თუ ეიღებდა ჩემს საცხოვრებელს და იმას იქ და ბინას მოგცემო მითხრა სამოთახიან ბინას იყიდით ქალაქში და მოგცემთო. მოგვეცით გზავ და გზა როგორ უნდა მიმეცა ბოსტანი მაქრიგინით და საცხოვრებელი ბინა მაქიქა რაფერ მიმეცა მე ფულზე არ დავთანხმდი ზღვიდან მოვიდეს გემი ზღვიდან მოვა გემი და წეიღებს ხეებსო თქვენ სეზონში ჩემ სეზონში და ვარი უთხარ ნათელა კვაჭაძის შემდეგ ივანიშვილის ხალხი სხვა მეზობლებთან მივიდა პასუხი იგივე იყო წითელ წიგნში შეტანილია, რომელიც კანონით არ შეიძლება ამის გადაადგილება, გადატანა შეუძლებელია, მაგრამ ისეთი პიროვნება იყო მოსული, ისეთმა პიროვნებამ თვალი დაადგა, რომ ბატონი ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი. დიახ, სამი კვირის უკან იყო, მთელი ტერიტორია დაათვალიერა. ამირან ზოიძე, რომელიც წლების წინ ძვირფასი ხეების ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, ივანიშვილსა და მის ამალას ციხისძირის ტყეში გამყოლად ყავდათ. სწორედ მანაჩვენა ხეები, რომლებითაც ურეკთან ელიტური დენდროლოგიური ბაღი უნდა დამშვენდეს. მე მომხრე ვარ, რომ გადაიტანოს და აქა მაცხოვრებლებიც ზოგიერთი მომხრეა, ზოგიერთი არა, მაგრამ უმეტესი მომხრე ვარ, იმისა რომ ადამიანმა გზა შემოყავს, წყალი შემოყავს, შუქს გვიკეთებს, ასფალტს გვიკეთებს და ახლა შემოყავს გზა. ეს საქმე რო დამთავრდება, შემოდის, რა თქმა უნდა. ჩვენ რომ გავედით ასე ჯგუფურად რომ გავედით აგერ გზაზე ველოდებოდით, ისე წავიდა და იქეთ ამ ხარიდან გადმოვიდა და წავიდა ივანიშვილი. ჩვენ პირადად არ შეგხვდა მაიკაცი. ის იყო რომ გავიდა და შემოვიდნენ ეს დიდვანი, ხო, ეს დიდვანი მანქანები შემოვიდა, ტრაქტორები შემოვიდა და ჩვენ გვეუბნებიან რომ გზა კეთდებაო, არა და მათ დააფუჭეს, იყო ასფალტიანი გზა, ცოტა დატეხილი კი იყო, მაგრამ ეხლა ხო თლად ვეღარ გაივლი გზაში. ბიძინა ივანიშვილი მიჩვეულია და წლების განმავლობაში ჩვენს მივაჩვია, რომ ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც სურს. მან ერთხელ კაპიტალურად შეცვალა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ახლა ცვლის გეოგრაფიულს. ტიტას ხის გარდა, როგორც ადგილობრივებმა შეიტყვეს, ივანიშვილს კიდე 40-მდე ხე აქვს შერჩეული. მათგან 2 ციხისძირშია. ერთი დანამდვილებით ეს მაგნოლია, რომელსაც ფესვები აქაურების სასმელი წყლის წყაროში აქვს გადგმული. მეორე კი სავარაუდოდ ევკალიპტი, რომელიც იმავე წყაროთი იკვებება. ამ ხეებამდე გიგანტური პლატფორმების მისასვლელი ბეტონის გზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. თუმცა რა კი გადაწყვეტილი აქვს ალბათ ამასაც გააკეთებს და მერე ვნახოთ კიდევ რა სიმაღლეებს შესწვდება ახალი დროების საინჟინრო ფიქრი.